Hey Squad! მეგობრებო, როგორც უკვე მიხვდით, დანელია family მიდის Family trip-ში. დიდხანია მოკლედ არცად არ წავსულვართ, არ დაგვისვენია გემრიელად. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ მე, ოჯახი, თეო და კირას. დიახ, მეგობრებო, კირას ჩათვლით, წავიდეთ და დავისვენოთ გემრიელად. ერთი ღამით მინიმუმ გავასწროთ ქალაქს. მოკლედ მოგვენატრა ერთად გატარებული დრო, კარანტინის დროს ერთად 24 საათი რო ვიყავით, შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ გავამეოროთ და ერთი ღამე მაინც, 2 დღე და ერთი ღამე გავატაროთ ერთად 24 საათი. და სად მივდივართ? მოკლედ გადავწყვიტეთ წავიდეთ ბორჯომში და ერთი ღამით დავისვენოთ, გავისეირნოთ, თუ თოვლი დაგვხვდა, კირაც გავასეირნოთ და კირას რეაქციები განახოთ, როგორც ზღვაზე ქონდა ისეთ რეაქციები ხება დარწმუნებული ვარ. და ასევე რა ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს საღამოს ბორჯომის პარკში ვნახავთ ძალიან საინტერესო პროექციას ბორჯომის 130 წლისთავთან დაკავშირებით. საკმაოდ საამაყოა, რომ ესეთი ქართული ბრენდი ამდენი წელია, 130 წელია. არსებობს საქართველოში და არა მარტო საქართველოში, სოფლიოს მასშტაბით არის გასული. ასე რომ ვნახოთ ძალიან საინტერესო დროის გატარება გველის იმედია წინ. ეხლა გავივლით საგურამოში, ჩავიცვამთ კირას, გამოვპრანჭავთ, გრუცსაც განახეთ, მაგრამ გრუც ვერ წავიყვანთ, იმიტომ რომ ცუდი ამინდია, ამიტომ ვიღებთ მანქანიდან. ასე რომ წავედით და ვნახოთ კირა. აბა, მე რულთან ხო? წავედით. არა, რულთან ვერ. მოკლედ ეს ასე ოჯახში შევიკარით, სამივე ვართ, ამიტომ ჩავსხედით და წავედით ბორჯომში, მამა. წავიდეთ ბორჯომში? იცი სად არის ბორჯომი? კიო, ოღონდ ის იცი? აი იქ. ესეც ასე მეგობრებო, წავედით 1 2 ბუმ! კირას უკვე ძილის დრო აქვს და იმედი მაქვს, ცოტა დაძინებას მოვასწრებს და ეგ არის. დავდექით ავტომატს. მოკლედ ორი წავით მზემ დამოანათა, რამდენიმე სელფი გადავიღეთ და გავაგრძელეთ გზა. წავედით მამა? ეხლა მითხარით მეგობრებო, ვინმე თუ არის ჩემზე ბედნიერი, როდესაც აი ესეთი ორი საყვარელი არსება მიზის მანქანაში. მოკლედ, ჩვენ შევუკვეთეთ საჭმას ველოდებით, ოდნავ მოვისვენებთ, ალბათ 1-2 ამის ხაზში ვერ მოვისვენებთ, ხო, არ ვიცი, მაგრამ 1-10 წუთი დავისვენებთ და მერე გავიდეთ სასეირნოდ, იმიტომ რომ სანამ კიდე დღის შურქია, გავიაროთ ბორჯომში და მერე წავიდეთ პარკში. ეხლა კიდე გავაგიდოთ კირას. ელა პარაკები, კაც. სანამ საჭმელი მოვა, მოდი კირას გავასინჯოთ ბორჯომი და რა რეაქცია ექნება. უკვე იცის რომ ის არის. რა ხილია არ გაიჭა. დელი. ვაი. შეიძლება თავმად ითქვას, რომ ცოტა ჭკუაში მყოფი კირას პირველი სასტუმროში მისვლა არის დღეს. გამოვედით, დავბინავდით, ჩავთვით და ეხლა გადავწყვეტეთ გავისეირნოთ პარკში, რაზეც დასაწყისში ვისაუბრეთ. ძალიან მომენატრა ქაურობა, რაღაცა 1 წელია მგონი ლამის ავყოფილ ვარ და ეს ადგილი მიყვარს განსაკუთრებით. იდეაში მთელ ბორჯომთან პირველ რიგში ეს ადგილი ასოცირდება ხოლმე პარკის ადგილი, იმ ბორჯომის პირველი ადგილი რო არის თუ არსებობს ბორჯომი რომელიც თვითონ ეგ ადგილი და რაღაცა ეს სივრცე, იმიტომ რომ რაღაცა ძალიან ლამაზი ერთად შეკრული სივრცეა. რაც შეეხება პარკში გასვლას, პროექციაზე როგორც გითხარით, ძალიან მალე გაეშვება, თან პროექციას ვნახოთ, თან დავიძრათ. ნახეთ როგორც ივა და ისეთი სუფთა ჰაერია, რომ ჩამოვედი პირველ რიგში შევხვდი, რომ ანუ არ გერიდება სუნთქვის რა, რაღაცნაირად ისე ხარ, რომ თბილისში მაგალითად რო სუნთქა ხოლმე, ესე ვარ, რომ ფილტვებში ღრმად არ ჩავიტანო თითქოს, მაგრამ აქ ისე ვარ, რომ გაბერა ფილტვებს და მე ესეც
ასე პარკშიც მოვედით, მეგობრებო, კირა და თეონა შევიდნენ. პროექტია დაკავშირებულია ბორჯომის 130 წლის იუბილეასთან დაკავშირებით და ძალიან მეამაყება. კიდევ ერთხელ ვთქვი, რომ ქართული კომპანია არსებობს, რომელიც დღემდე ძალიან მაგრად არსებობს ამ ხელა ისტორიის მქონე და ეს შენობაც სწორედ ის შენობაა, სადაც თავიდან სულ პირველად დაიწყო ბორჯომის წარმოება და ის პირველი ნაბიჯები გადაიდგა, რასაც კი 1300 ბოთლით ჩამოსხმა, თბილისში ჩატანა, გაყიდვა და შემდეგ უკვე ბუმ. მეგობრებო, ძალიან მოგვეწონა პროექცია, არ ვიცი ვიდეოში რამდენად ჩანდა, მაგრამ სიბნელე იყო და გამოჩნდებოდა იდეაში. და მიკვირდა ამ ხელა შენობაზე როგორ შეძლეს და თურმე 10 პროექტორი იყო დამაგრებული დავითვალე. ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბორჯომის ესე ვთქვათ, რაღაცა განვლილ ისტორიასთან იყო ყველაფერი კავშირში, რა თქმა უნდა. აი ხო არ გვეჩვენება 130 წელი იმ ხელა, მაგრამ იმდენი რაღაცა ნაწილები და აი ეს განვითარება, ბოთლის ცვლილება, თვითონ ბრენდის ცვლილებას და ეს ყველაფერი იმ ხელა გზა გაიარა ბორჯომმა, რომ მე ხვდები, რომ თურმე რამ ხელა შრომა იყო ჩადებული ამ ესე ვთქვათ საამაყო ბრენდში. ეხა უკვე 40-ზე მეტ ქვეყანაში გადის ბორჯომი, რაც ნამდვილად საამაყოა. ისტორიას გაუსვეს ხაზი, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ამბობენ იმას, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და რა თქმა უნდა მომავალიც. ხო, პროექციაში თუ გახსოვთ ბოლოში კოსმოსის კადრები, ეს ნიშნავდა, რომ და კოსმონოს უჭერავს ბორჯომის რაღაც ძალიან საოცარი. იდეაში მგონი მხოლოდ ეგ ადგილი დარჩა, თორე სხვაგან ყველგან გვინახავს ბორჯომი და ყველა ძალიან გვიამაყება ხოლმე ქართველებს. და 2005 წელს ბორჯომმა შეძლო შეუძლებელი 200 მილიონზე მეტი ბოთლი აწარმოეს და ნუ მსოფლიოს მასშტაბით გაიტანეს და ძალიან მაგარია. ხო, მე მაგალითად ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში დავინახავ ბორჯომი, არ ვიცი მე ევროპულ ქვეყანებში არ ვიცი, მაგრამ აი ფოტოებზე ვხედავ ხოლმე ძალიან ოფიციალურ შეკრებებში და სულ ამაყობ ხოლმე, რომ იო, რა მაგარია, ქართულია რაღაცა ეგრევა. ძალიან საინტერესო იქნებოდა თანამედროვე ქართლის ათვალიერებაც, ძველი ქართლის ათვალიერებაც შიგნიდან და ზოგადად სანახავად ძალიან საინტერესო და ეფექტური იყო. არ ვიცი ვიდეოებში როგორ გამოჩნდა, მაგრამ აი ძალიან დიდ შენობაზე ჩათვალეთ, რომ კინოში რო არის ეკრანები, იმაზე ორჯერ დიდი ეკრანი იყო საბოლოო ჯამში და ძალიან საინტერესო იყო. მე მგონი დღევანდელი დღეს მიილია. არ მიილია? უნდა ავიდეთ ნომერში, კი რა დავაძინოთ, იმიტომ რომ ძალიან დაღლილია. კი, ძალიან. მე ბურთის უვარდება ხელიდან. აქ ძალიან ცივა მეგობრებო, აი ძალიან. 3 კურტკა. და არ ნანობრო კურტკა წამოვიდა. 1 ქუდი, 2 ქუდი, ჩანთა, განათება. ავედით, დავისვენოთ ეხა, ხვალე გათენდება და ბორჯომში უკეთ გავისეირნებთ, სადმე მთაში იქნებ თოვლets ვიპოვოთ. მე ბედნიერებისთვის ყველაფერი მაქვს აქ. წავედით? ირა ელოდება ძეს, ხო? მადლობა უთხარი დედას. დილამშვიდობისა მეგობრებო, ჩვენ გავიღვიძეთ, მე და კირა ეხა ჩავალთ რესტორანში და შევჭამთ. მოკლედ კირა გაგიჟებულია ისეშია და იოგურტს არ ჯერდება ჩვენ სეჭმელებზე გადმოდის. საუზმეც ძალიან სასიამოვნო ხოლმე სასტუმროში განსაკუთრებით და იდეაში კი ცოტა ეს გზნობა მომენატრა, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს არ მოგზაურობთ თან ყველა ალბათ პანდემიის გამო სახლში არის, მუშევრად უაქტიუროდ და სასტუმროში სიარული არ უწევთ ხოლმე და ამას წინ ვიფიქრე რომ მეთქი მე თუ მუშაობს აი ყაზბელში მინდოდა წასვლა რომში რომ მეთქი თუ მუშაობს იქნებ ერთი დღის წავიდეთ და აი ესე დავემთხვიეთ ბორჯომს. იმედი მაქვს რომ გავალთ და რაღაცებს დავათვალიერეთ. მეგობრებო, ჩვენ უკვე ვისაუზმეთ და ეხლა მთელი ოჯახი წავალთ და დავათვალიერეთ ბორჯომს და ამის დავასრულებთ. რამე ვიპოვოთ, ვეცდებით, აი ზემოთ ავიდეთ, ნახოთ როგორი არის, ტყეში გავიაროთ 1-2 და ნუ გაგიზიარეთ თქვენს და ბოლოს უკვე დაგემშვიდობებით და თბილისისკენ გავეშურებით ძალიან მალე. თოვლი არ დაგვხვდა, მაგრამ დაგვხვდა ძალიან კაი ამინდი და მზე, ამიტომ წავედი. და სუფთა ჰაერი. წავედი.
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო რომ უყურეთ ვიდეოს. კირა ისევ და ისევ დადის გაჩერებულ კარუსელთან და არ ეშვება. ვერ გამოვიყვანეთ. გარემო შევიცვალეთ მინიმუმ და რაღაცნაირად 1-2 დღით მოვუწდეთ ქალაქს და ძალიან კარგია და საჭიროა ყოველთვის ასე რომ თქვენს გირჩევთ. კირა რამეს ხომ არ დაამატე? არაო, კირა არაფერსო. თეო დავამშვიდობოთ ხალხს. მადლობა მეგობრებო რომ უყურეთ ვიდეოს. მადლობა რომ გულშემატკივროთ, მადლობა რომ გიყვარვართ. ჩვენს გვიყვარხართ. ასევე არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, რაც ყველაზე მთავარია. ამ არხზე ხშირად იწერება ხოლმე რომ უფრო მეტი ვიდეო დადე და იდეაში ალბათ უფრო ცოტა ვიდეო დაიდება, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დაიდება ძალიან ხარისხიანები და მხოლოდ ისინი, რომელიც მართლა იმსახურებს დადება. თუმცა გვაქვს ასევე ჯიდის სხვადის არხი, სადაც შეგიძლიათ დაგვასაბსკრაიბოთ, ინსტაგრამები აღწერაშია. კირა უკვე წუწუნებს, კატაობა უნდა, არც ისე კარგ ხასიათზეა. ჩვენ ჩავსხდებით ახლა მანქანაში და გავეშურებით თბილისისკენ. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ დროებით მომავალ ვიდეომდე.